2012-ში რა პოზიცია ჰქონდა? ოცნებას მიეცი ხმა? კი, მივეცი ოცნებას ხმა. ხო, აბა შენც გეუბნებია რომ ნაცების გვერდით მე სულ მაგას მეუბნებიან. ნაცების გვერდით რატო დგახარ? ნაცი ხარ ძახილი არ ვიცი, მე ვერავის გადაშენებას ვერ დაველოდები და იმდენი არ უნდა დააშავო, რომ საერთოდ არ მაინტერესებდეს ვის გვერდზე ვდგავარ. ფიქრობ რომ შეიძლება დიქტატურაში აღმოჩნდეთ. აღმოჩნდეთ არა, აი ცოტას და მანდ ვარ. ყველაფერთან ერთად თქვენ გეძახიან უსამშობლოებს. კაცური გაგებაც რაც ქონდათ იდეაში, ხო? ქუჩური იქნება თუ ისეთი იქნება, ისიც კი დაანგრიეს. ქუჩის ბიჭი რო ქუჩის ბიჭია, ისიც რო რა ვიცი, გააბოზეს და სუსის აგენტი გახადეს, ტიტუშკა დააქციეს პოლიცია. ბოლო სკანდალი ისე მოყვა თეატრში ერთ-ერთ სპექტაკლს, ტატათავაძის სპექტაკლს. ჩაარჭო ჯვარი და მე წახვიდე დასარბევად, მე დაასისხლიანო ჟურნალისტები, ამაზე დიდი დამცირება და შეურაცხყოფა ღმერთის, რწმენის, სიყვარულის და სიკეთის არ არსებობს. ვიათ ამოვეჩვით რომ ბელორუსი არ გავხდებით, მაგრამ რატო ფიქრობ რომ არ გავხდებით? იმიტომ რომ არ დავთმობთ. რას ეთყოდი, მაშინ ვით დადიოდა დეკემბერ-იანვარში აქციებზე და ეხლა აღარ მოდის, იმიტომ რომ შენსავით იმედიანად არ არის განწყობილი რომ რამე გამოვა. ხო და რის იმედად არის? ანუ კაი ეს გადაწყვეტა რომ არ გამოდის და რა გამოუვა მაშინ. ანუ როგორ ქვეყანაში რჩება საცხოვრებლად და რას ეგუება. მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რაღაც მე არ წავალ მაგ არჩევნებზე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ პროტესტზე, რომელიც ამდენი დღეა თბილისის ქუჩებში იმართება. ამ კვირაში რამდენიმე მარში გაიმართა, ბოლო იყო 9 მაის ევროპის დღესთან დაკავშირებით მარში, რომელიც ევროპის მოედანზე დასრულდა. მართალია ჯერჯერობით აქციაზე იმდენი ხალხი არ გამოდის, რამდენიც დეკემბერში და იანვარში გამოდიოდა, თუმცა ნელ-ნელა იმატებს აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი, რომელიც ამ პროტესტშია ჩართული პირველივე დღიდან, ეს არიან ხელოვანები, განსაკუთრებით მსახიობები და რეჟისორები. მათი რამდენიმე კოლეგა დაპატიმრებულიც კია. დაიწყო რეპრესიები თეატრებში, მაგალითად დოიაშვილი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ერთ-ერთი თეატრის წინააღმდეგ ამ დღეებში აგორდა შავი პიარი სკანდალური სპექტაკლის გამო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დღეს გადაცემაში სწორედ ამ პროფესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოგვეწვია, ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ პროტესტში. მაშასე ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი ნანგა კალატოზიშვილი. მოგესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი რაც მინდა ხა რომ მოვდიოდი აქ შენთან ინტერვიუს, სულ ფიქრობდი რომ აი რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი რომ ნანგა კალატოზიშვილთან მეკრება ინტერვიუ პოლიტიკურ საკითხებზე. ხო, მეც ვერ წარმოვიდგენდი მაგამ ყავს. ხო, ხა იმდენად რაღაც თითქოს სხვა სამყარო იყო ეს რაღაც მსახიობები, რეჟისორები და ასე შემდეგ. მაგრამ ბოლო პერიოდში ისე მოხდა რომ პოლიტიკურად ხარ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი. მოგვიწია. ხო, მოგვიწია. და როდის მოხდა ეს ამბავი, როდესაც შენ ჩათვალე რომ აი ახლა მე როგორც არა მსახიობ, როგორც მოქალაქეს უნდა მიცნობდეს ხალხი და აუცილებელი არის ჩემი აქტიურობა. რა ეს რაღაც აქციებზე ხა ადრეც გამოვდიოდი, მაგრამ აი მეცნება ხოლმე რომ არ მახსოვს ხა რაღაცებს რომ გეუბნებიან და ხარ მეკითხებოდა დიდათ არც არავინ აზრს. შეიძლება იმ დროს, ხო, ზუსტად იმიტომ რომ მსახიობი ვიყავი და არც Facebook-ი მქონდა, სადაც ლაივი შემეძლო ჩამერთო და საერთოდ არ მჭირდებოდა ტელევიზია დამფიქსები. ანუ მე მგონია რომ ეს ზრდაც რაღაცნაირად როგორც კარგი მოქალაქეს პოზიცია არსებობს და უნდა იყოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით ადამიანი, ესეც ნელ-ნელა რაღაცნაირად გაიზარდა ჩემშიც რა. იმიტომ რომ მე ხა ვიყავი ადამიანი, რომელიც თქვა სტუდენტობის დროს, ეხანდელი სტუდენტისგან ძალიან განსხვავდები, ერთ არჩევნებს არ დავდიოდი, ხო? მე რაღაცა მესაუყურებდი. მე შეიცვალა ჩემი აზრი, მივხვდი რომ უპასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ნელ-ნელა გავიზარდეთ, მაგრამ აი განსაკუთრებით შვილის გაჩენის მერე ძალიან გამიმძაფრდა ეს ამბავი, იმიტომ რომ მივხვდი რომ მე როცა ვიყავ პატარა და მეუბნებოდნენ რომ აი შვილებო თქვენ ნათელი მომავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამან ისე ჩაიარა რომ დავბერდი და ახლა მე მიწევს იმის თქმა რომ ბავშვებო თქვენს მომავალს უნდა გავუფრთხილოთ. როცა ეს აქტიურად რაღაც აი ეს გავრილოვის ღამის მერე, კი, გავრილოვის ღამის მერე. ამიტომ რომ მანდ მივხვდი უკვე რომ უკვე ძალიან დაუფარავი იყო ჩემთვის ქვეყნის გეზის ცვლა და ზუსტად ვიცოდი რომ თავარი ამბავი აღმოჩნდა შენთვის ეს საგარეო ორიენტაციის ცვლილებაზე ეჭვები, ხო? კი.
ძალიან ამიტომ ხა გავიგე მეც მაქვს ინტერვიუებში ნათქვამი რომ თქვა ერთი პუტინის გამო არ შეიძლება მთელი ერიგე ეზიზღებოდეს გიყო რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ჩემ თავში მაქსიმალურად მუშაობდი ამაზე რომ არ მქონოდა გაიგივებული თქვა პოლიტიკოსი ყველა ადამიანთან რა ხა იქაც 150 მილიონში დარწმუნებული ვარ მილიონი კარგი ადამიანი არსებობს მაგრამ ეს სურათს არ მიცვლის მე შეება რუსული სისხლიც მირავია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩემი ქვეყნის ჩაბარება მინდა რუსეთისთვის და ამ გეზის შეცვლა როგორც კი დავინახე მას მე მივხვდი რომ ანუ არაფერთან უფლება არ მაქვს რომ გავჩერდე და არც გავჩერებულ ვარ ანუ 2019 წლიდან ქუჩაში ვარ ქუჩაში ხარ და აი ეს მამას მოყამერეს რუსული კანონი და მოყვა ეს ამბები ხო ეხლა რაც არის ვიდრე ამ ამბებზე გადავალ მაინტერესებს 2012-ში რა პოზიცია ჰქონდა ოცნებას მიეცი ხმა კი მივეცი ოცნებას ხმა იმიტომ რომ ეხლა გვაძახებენ ამას რომ თქვენ ბრალია რომ მოიყვანეთ თუ რაღაცა თუმცა მე ვთვლი რომ არ უნდა მიიყვანო მოსახლეობა იქამდე რომ უკვე ისტერიკაში იყოს ვისაძლევს ხმას არც მე კაცის არც პროგრამისტვის მომისმენი არაფრისთვის უბრალოდ იმ მომენტში მართლა იმდენი ძალადობის ფაქტი იყო და მე ძალადობის მე ეხლა რაც ჭირთ ოცნების ამომრჩეველს მაგრამ არის დაუშვებელი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინც ჩადის ძალადობას თუ გმობთ და მართლა არ ვიცი ოჯახი არ იყო, ვისაც პატიმარი არ ყავდა, ხო? ამიტომ ისინი რაღაცით იდეი, რაღაცით ამართლებდნენ ამ ძალადობას, ხო, წინა ხელისუფლებისა. კი ბატონო, ეხლაც ამართლებენ, ხო? როგორც ოცნების ამორჩეველი მომავალში ალბათ გაამართლებს და ვერ ხედავს ამ ძალადობას რა. უბრალოდ სხვაობა ის იყო, რომ ძალადობა იყო იმ დროს, მაგრამ ქვეყნის გეზი და მიმართულება არ შეცვლილა. ანუ არ შეცვლილა ხო და ამათ ძალადობაც დატოვეს ანუ გადმოიბირეს ყველა ბანკიერი ადამიანი ვინც კი არსებობდა იმ სისტემაში იმიტომ რომ სისტემა არ არის ერთი ადამიანი სისტემა არის ყველა შემსრულებელი დიდიან პატარიანად და ყველა არის ოცნებაში დღეს ყველა ვინც იმ დროს არებდა ყველა ვინც იმ დროს უკანონო ბაში ჩადიოდა არ ვიცი მურუსიძე მოლაშვილს 8 წელი მიუსაჯა უკვე ნაწამებ კაცს და დღეს კი ვხედავთ რა სტატუსით არის და ოცნების ამორჩეველი ამას არ იმჩნევს ხო და ამიტომ აღარ მჯერავე მათ არამედ მაგალითად გულწრფელობა იგივე მოლაშვილის ოჯახის წევრებზე კი ან ბევრზე გწყვეტ მესმის რომ ისინი ამ ხელისუფლების მომხრეები არის იგივე რობაქიძის ოჯახის წევრები მაგრამ არც ერთი არ დაუსჯია არც მოლაშვილის მოსამართლეები, არც პროკურორები დასაჯარო ამ ხელისუფლებამ. არა, გადაიბება, ანუ შეიფარა რეალურად. რობაქიძის საქმეში ხა თავარი ვინც იყო ფიგურანტი. ანუ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ხალხიც თითქოს თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ოცნება ფაქტობრივად იმ ხალხს ხელს აფარებს, ვინც მაშინ ხო და ის სისტემას როგორ ანუ ესე იგი ისინი სისტემას არ ებრძოდნენ რეალურად, რა, იმიტომ რომ იმ სისტემაში ვართ ახლაც. უბრალოდ კიდევ უარეში, იმიტომ რომ ქვეყნის გეზი კონსტიტუციის დარღვევაც მინდის და ყველაფერი, ანუ გაუარესებულ ვითარებაში ვართ. 2012-ში ნამდვილად მივეცი ხმა და იმ მომენტში მართლა მეგონა რომ ამ სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა. მეტი არასდროს არ მიმიცია მე ოცნების ხმა და არც იმათვის არ მიმიცია არასდროს ხმა. ხო, ანუ ეგ ის იყო მაშინ არჩევანი ნაცების წინააღმდეგ. ხო, ანუ ამ ქვეყანაში სულ ესეთი უბედური არჩევანი გვაქვს ხოლმე, ოღონდის წავიდეს და გადავრჩეთ, იმიტომ რომ მართლა მჯეროდა რომ მესამე წრეზე ისინი წასულიყვნენ. ანუ ძალიან ცუდივით ანუ ახლა ვერ მოვიტყვევთ თავს, ხო? არა, ანუ ფაქტობრივად ახლა ჩვენ და გავუსვათ ნაცებს არ უყვართ ამის გახსნა, მაგრამ 2010-ში შეცვალა კონსტიტუცია სააკაშვილმა სპეციალურად იმისთვის ნუ პრემიერი გამختارიყო და სამუდამოდ მასაც გაეგრძელებინა მართვას იცოცხლი. ხო და მე ჩემს არ იყო ხა ეს ევროპული მართვა, კი ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა ამას, ანუ ვერც უარყოფ ხა ქვეყნის აი მიმართულებას რაც ქვია და რაღაც პროგრესს რაც ქვია, მაგას ხა ვერ დაუკარგავ ვერანაირად, მაგრამ უბრალოდ მე ანუ ცოტა რას გავს იცი ეს ყველაფერი რაც ამაც ანუ ორივეზე შემიძლია ვთქვა რომ აი არ ვიცი ხა მოძალადე ქმარი რო ყავს, მაგრამ გაცხოვრებს კარგ სახლში, მაგრამ ყოველდღე გირტყავს. მაგრამ ფულს გაძლევს ხანდახან რა და აი შეუძლია გამოგზაუროს, საჩუქრები გაგიკეთოს, მაგარს რო. მაგრამ აი ესე ცხოვრობენ ესე რა მოძალადე ქმრებთან და მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, ანუ ვერ ავიტან ეგეთ რაღაცას და ძალადობას უბრალოდ ანუ ვერ ხვდები როგორ შეიძლება წაქეზება ან იმის მხარეს იყო, ან ამის მხარეს იყო. ანუ მე გმობ აი ეხა კი უყვართ გმობთ ყველანაირ ძალადობას რო იძახიან ხო და რეალურად ჩვენ ვართ ეს ადამიანები რომლებიც მართლა გმობთ ძალადობას. და ანუ არანაირ ვისაც არც მაშინ მოგწონდა ძალადობა, არც ახლა მოგწონს. არ მომწონს, ხო? მაგრამ აი ხა წარმოიშვა მეორე პრობლემა, რომ აი ეს ხალხი, ვინც
ოცნების მომხრეა დღემდე შენ მეც და სხვებს, რადგან ამას ვაპროტესტებ. მაშინ ხო ნაცები გვეუბნებოდნენ, რომ რადგან აპროტესტებდით მიშას აკრიტიკებით თქვენ მოყვანილია. მე თუ მკითხავს ნამდვილად ნაცების მოყვანილია ეს ხელისუფლება. მაგრამ მეც გქონია რომ ანუ რაღაცნაირად ხელი შეგვიწყეს რომ ეს არჩევანი გაგვეკეთებინა, სხვა გზა არ იყო. და ეხლა ესენი გვეუბნებიან. ხო, ალბათ შენც გეუბნებიან რომ ნაცების გვერდით მე სულ მაგას მეუბნებიან. ნაცების გვერდით რატო გახარ გამოდის და აი რა სიტყოდიან ხალხ. იცი რა დღევანდელ ნაცების პარტიაში შევხედავ რეალურად იმაზე ნაკლები ნაცია იმდროინდელი ვიდრე ახლა კოცებში არიან გადასულები, ამიტომ ძალიან არ არის ადეკვატური შეფასება. მეორე, მე როგორც კი მივხვდი რომ ეს იყო გაჩუმების მეთოდი და ყველაზე მძიმედ ეს ვიგრძენი სარალიძის შემთხვევაზე, იმიტომ რომ იქ ვიღაცა დგას და ეხა ამ კაცის ტკივილი კი მესმის, მაგრამ ეხა იქ როგორ დავდგები თუ რაღაც მარაზმი რო იყო და შეიძლება მეც დამემართა, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანი ადგა გვერდზე, რომელიც უცებ გადაწყვიტა რომ სარალიძე აი სულ მაგას ვყვები ხოლმე, ეხა სარალიძესთან მოვიდა იმ დროის პრემიერი. აგვარი იყო ეს კაცი. და ეს კაცი ტრიალდება და ეხუტება. სარალიძემ შეტრიალდა და ჩაეხუტა. ხა მე თუ შენთვის გამოვედი, შენი ტკივილისთვის და შენი ბრძოლისთვის გამოვედი, ან მინიმუმ დავაცდიდი ამ კაცს, რომ რატო ეხუტება და რა ხდება, ხო? და უცებ და აქედან დაიწყო ბოთლების სროლა. კვირიკაშვილია. კვირიკაშვილი, ხო. და კვირიკაშვილს ასროლეს ბოთლები ქვემოდან. ანუ მე სარალიძეს ვერ გადავახდებოდი ხა მაგ შემთხვევაში და ვერაფერს ვერ ვისროდი რა, მინიმუმ დაველოდებოდი, ვის გამოც გავედი ქუჩაში, ის კაცი რა სიტყოდა რა. და გვერდზე იდგა ადამიანი, რომელიც აი ამ პარტიიდან იყო თუ რაღაც მომხრე იყო, მაშინ თქვენ ნაციონალურ. კი ბატონო, თქვენ ტელევიზიაში მაშინ რომ საზრი გამოვთქვი, ზუსტად თქვენ ტელევიზიაში გადამიარეს, იმიტომ რომ მე ეს კაცი გამოვიდა, მე ჩემ ბრძოლას ვიწყებო, ანუ ვითომ მეგობარს გაყვა და იმის ბრძოლაში იყო და მე გადაწყვიტა რომ ცალკე იბრძვის და მანდ მივხვდი რომ რაღაცები არის, ვინც ადამიანების ტკივილები ყველა შეიძლება რაღაცნაირად გამოიყენოს რა. და რომ წავედი მე უცებ ინგა გრიგოლიას რაღაც გადაცემას უყურებ და სარალიძეს ის სრულად მარტო სასამართლოსთან, აი აქამდე მივიდა ხალხი, რეალური მიზანი, როცა სხვა რაღაცა აღმოაჩნდათ ვიღაცებს. და ამიტომ აღიზარებს, როცა ჯდებიან გადაცემებში და იძახიან, მე არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ და თავის სამართლებელი მე არაფერი არ მაქვს. და აი ამას რო იწყებენ, არც ისა ვარ, არც ეს და აპოლიტიკური დღეს იდიოტის ტოლფასია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა არის ყველაფერი და ეხება ყველაფერს. და დღეს აპოლიტიკური ვარ, რავით, მე ძალიან მინდა რომ თეატრში სცენაზე ვიყო და ამ პოლიტიკაზე იქიდან გელაპარაკო, მაგრამ როცა ყველაფერში შემეხო პოლიტიკოსი, უმეცარი პოლიტიკოსი, თან უმეტესად რაღაც სპორტული დარბაზი რომ აქვს პარლამენტში რა კანონებზე უნდა მელაპარაკოს, რომელ სიღარიბის დაძლევაზე უნდა იმუშაოს, არ ვიცი, რომელიმე სპორტსმენმა კალათბურთელი იქნება რაგბისტი თუ არ ვიცი, სიმძიმის სამწევი ხო და ეგ არის რა. და ნაცი ხარ ძახილი, არ ვიცი, მე ვერავის გადაშენებას ვერ დაველოდები და იმდენი არ უნდა დააშავო, რომ საერთოდ არ მაინტერესებდეს ვის გვერდზე ვდგავარ. ჩვენ ვდგავართ იქ ქალაქ ამ კონდიციამდე მიხვედი. მე დიდი ხანია მანდ ვარ მისული. და დიდი ხანი ვარ, მან მისული გავიგე, ხა რომ ყველას თავის პოლიტპატიმარი ყავს და იქ რო დგას თქვა პლაკატით ადამიანი. სხვათა შორის ინციდენტი, რადგან ამ თემას შევეხეთ ნაცების თემას, არ ვიცი იქ იყავი თუ არა. არ ყოფილა. მაგრამ ნახავდი, ხო, ვიდეო. არც ეგ არ მინახავს, პოსტები ვნახავ. ხო, პროტესტ მემარცხენე მიმართულების ადამიანი, ვინც ამ პროტესტში არის აქტიურად ჩართული, სააკაშვილის პლაკატიან ადამიანს მე სადაც ვიყავ, იქაც იყო მსგავსი ინციდენტი. ეს ხავერ შეიძლება ითქვას, ხო, პლაკატის წართვებას ცდილობდნენ და ანუ იყო რომ გადიან აქციიდან, იმიტომ რომ აქციის დისკრედიტაციას ახდენთ სააკაშვილის პლაკატები და დღეს Facebook-ზე არის ამის განხილვა თავიდან ბოლომდე, რომ აი რამდენად ეს იყო, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი ძალიან აკრიტიკებს, რომ არ შეიძლება, კი შეიძლება სააკაშვილის პლაკატებით ახდენს ხელისუფლება დისკრედიტაციას ამ აქციის, მაგრამ არ შეიძლება ვიღაცას აზრის გამოხატვის აუგრძალოს და ასე შემდეგ. შენ რას ფიქრობ? იცი რა, ეხლა ანუ მე მაგალითად აი სურათი რაც მახსოვს, აი თქვა ქალბატონის სალომე როცა გამოდიოდა ბოლოს რო იყო გამოსვლა სიტყვით, უკან იყო ძალიან დიდი პოსტერი სააკაშვილის ორი თან და უკადრი აქეთ მარტო მშობლები თავისი პატიმრების ფოტოებით. ესენი რომ როგორც მართლა თავის პატიმრის ფოტოთი მდგარიყვნენ და ყველა ერთად ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ანუ იქ იმ დღესაც ზუსტად მაგიტო გაჩნდა ეს პრობლემა, რომ ანუ არ შეიძლება რომ რაღაცნაირად მარტო ერთ ადამიანზე იყო ორიენტირებული და გადაფარო ყველაფერი, როდესაც ბავშვები არიან ციხეში და ანუ კადრში
მაგრამ ისიც რომ ხა არ იდგეს თავის პლაკატით, ეგეც ხა ცოტა უცნაურია ჩემთვის, იმიტომ რომ ნუ ყველას ყავს მართლა თავის პატიმარი, მაგრამ მე ხა გუშინ რაც შევესწარი სხვა ადგილას, ამ აქციაზე უბრალოდ დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან ცუდად შეეხო ის დრო. ანუ ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანები. ძალიან ბევრი ხდება დღემდე. და ამ ადამიანებისთვის ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ მათი ტრიგერია მათი ტკივილის, მათი ძალიან ბევრი ნეგატიური ისტორიის, ანუ იგივეა რომ დღეს ახლა სახედ ჩეხილი ადამიანები რაღაც მომენტში უცებ აღმოჩნდნენ ბიძინას პლაკატების გვერდზე. აი მოუწიოთ ისეთი პროტესტი, რომ უკვე ბიძინაზეც აღარ ფიქრობ და ბიძინა ყავს გვერდზე და ანუ ძალიან ბევრს ახსოვს, ანუ ამის უარყოფა არის ძალიან რთული და ეს რო არ ესმით, ეს კიდე ცალკე ამბავია, თუმცა დღეს მგონია რომ მართლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ დღეს საერთოდ სხვა მტერს ვებრძვით და ერთმანეთს ხელი შეუწყოთ ყველანაირად რა. მაგრამ ნუ ახლა ის ადამიანები მართლა შეიძლება ესენი არ აღიარებენ რომ იმ დროს ვიღაცები ნაწამები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ციხის კადრები დადგმული იყო თუ არ იყო დადგმული მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ბევრი ციხის ისტორია ვიცით რომ საშინელი ისტორია. მანამდეც ვიცოდით, ხო? ამაში საქმე ციხის კადრებით არ გვინახავს მაშინ. ხო, ან ციხის კადრები იყო რაღაცნაირად ვიღაცებზე იმოქმედა და გამოიყვანათ რომ ეგ ყველაფერი ხდებოდა, ანუ ჯანსაღი ხალხი შედიოდა, დალეწილი გამოდიოდა, კბილები არ ქონდათ, დაავადებულები იყვნენ, რა ვიცი, დღეში რამდენჯერმეც, ანუ ეს ხო იყო ხალხო, ამას ხო არ ვიგონებთ არა. თბილისია და საქართველოა პატარა ქვეყანაა და ყველას ყველაფერი ახსოვს. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ანუ მაშინ ახლა ოცნების ამ ვიღაც რუპორებმა რომ ლანძღეს, არიან ადამიანები, რომლებიც ეს ტკივილი ვერ დაივიწყეს. ხო, ვიღაცამ შეიძლება გადალახა და ამბობს რომ არ მაინტერესებს ნაცია არის. ტკივილის დავიწყებაზე არ არის, აი გახსოვს და რომ გახსოვს, მაგრამ დღეს შეიძლება საერთო ბრძოლაში ხარ და მარტო იმიტომ იბრძვი რომ ზუსტად იგივე ტკივილი სხვა არ განიცადოს და ისევე არ აწამონ და ისევე არ ჩეხონ. და არის მეორე მხარე, რომლებიც და ისინი დგანან აქციაზე, რომლებსაც იმ დროსაც არ მოწონდათ ეს მეთოდები და დღესაც ქუჩაში დგანან და არ აინტერესებთ მართლა ხა გვერდზე ვინ უდგას, ვისი ამორჩეველი და რა არის, იმიტომ რომ ძალადობის წინააღმდეგ არიან, ქვეყნის გეზის შეცვლის წინააღმდეგ არიან და ოცნების ამორჩეველი, რომელიც დღეს იყო ამ წნეხით და იყო აი ამ ვიღაცა შვილი მოუკლეს, ვიღაცა აწამეს, ასე შემდეგ და დღეს არა პროტესტებს და ხმას არ იღებს, რომ იგივეს ვიღაცა გადის ამ გზას. მე მგონია რომ რაღაცა შინაგანად ვერ გაუძლეს რაღაც ტკივილს და რაღაც შეიძლება გაბოროტდა მართლა ადამი. ვიღაცამ გაუძლო და ბოლომდე ხო და იმანაც შეიძლება ვერ გადალახა, მაგრამ იმან ვერ გადალახვა, რომელიც დღეს ქუჩაშია გამოსული. ზუსტად იმიტომ ვერ გადალახა და არ ლახავს, რომ გმობს დღემდე ამ ყველაფერს. და ეს სხვაობა იმ ადამიანებს შორის და ის პლაკატზე ვისაც რეაქცია ანუ მე უბრალოდ მეც ვიცნობ ამ ადამიანებს რა ვინც იმ დროს ძალიან ცუდ დღეში იყვნენ და დღეს დგანან ქუჩაში და იმას რა თქმა უნდა არ სიამონებს რომ ხედავს. სააკაშო ხო და რა უნდა ვქოთ? ეხლა მეორე ხდა კითხულობენ რომ ხო ვერ გავაქრობთ ამ ხალხს. არიან სამომრჩევლები ყავთ, ხარდამჭერები ყავთ და ამით მე სარგებლობს ხელისუფლება. მეორე მხარე ეს არის რომ ამ პროპაგანდით აი ნახეთ მეც ხა მგონია ხა მეც ხა აქცია შინ ევროპისკენ რომ მყავდა და ძალიან დიდი რომ ის მერეც ანუ მართლა კოცებს არ ულანძღევა ისე როგორც ნაცების ამომრჩეველი მლანძღავს დღემდე მოძალადე არაბელოპელი და პეროიანი კოცი პუტინისტი და ყველაფერი მეძახესაც შეიძლება მეძახონ და ეხა შინ ევროპისკენ ერქვა აქციას ხო ძალიან ბევრს ეკავა ქვემოთ ეს პლაკატი საერთოდ არ არის პრობლემა ვისაც რა უნდა ის უკავია მაგრამ სცენაზე როცა ამოდიხარ და ადამიანებმა იციან რომ სხვა რაღაცისთვის არის ეს აქცია მოწყობილი მე არ ვარ მიჩვეული ხა რაღაცა გითხარი და სხვა რაღაცა დაგახვედრე სცენაზე რა ხდები და ის ადამიანი ჩაუშვეს სცენიდან ამ სააკაშვილის ძალიან დიდი ხო პლაკატი ხო ფრიმიშათი ამოვიდა ადამიანი და იდგა ქვემოთ 500 ადამიანი ამ პლაკატით ანუ რატო გინდა რომ საერთო საქმე თუ საერთო საქმისთვის ვართ რეალურად ის ყველას ერთი ამოცანა უნდა ქონდეს ეს ხელისუფლება შეიცვალოს და მე ყველას პატიმარს მიეხედება ხო სხვანაირად ხო არ გამოვა ისედაც სხვანაირად ერთმანეთს უფუჭებთ საქმეს რეალურად რა თორემ მე საერთოდ აღარ მაქვს არანაირი რეაქცია რაღაც მისი ამომრჩეველი რომ დგას იმ პლაკატით. იმიტომ რომ ანუ აღარ არის მაგის დრო რა და მისთვის ის მისი პოლიტპატიმარია. მე ამ დროს პლაკატი დგავარ, ვიღაცა რაღაცა პლაკატი დგას, მაგრამ მე მგონია რომ ყველა უნდა გათვალოს, აი ხა დღეს მთელი დღე რომ მაგაზე ლაპარაკობენ. ფუჭდება თუ არ ფუჭდება. ხო და ეხა რეალურად მგონია რომ იმდენად კარგად წავიდა რაღაცები რომ უკვე აი ამის ესე აქტიურად შემოგდება და ამაზე ამდენი ლაპარაკი დღეს რაც ხდებოდა. ესეც რაღაცა არ ვიცი
ხო და რა ვიცი, ვიღაცა უნდა აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში უფრო ჭკვიანი და ჯერჯერობით ჯერჯერობით პროპაგანდაში ხელისუფლება ჯობუნის აკეთა მხარეს. აქედან ეხმარებიან აქტიურად და იმიტომ ხანდახან. კი ბატონო, ესეც ხდება. თან ამბობ აი ესეთი სიტუაცია არისო ქვეყანაში და აი როგორ აღწერდი დღევანდელ მდგომარეობას ქვეყნის? რა ხდება დღეს შენი გადმოსახედიდან ქვეყანაში? დღეს ის თუ კი არ არის ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოსული, ან მე ზუსტად ვიცი რა შიგნიდან რა თქმა უნდა არავის არ აქვს ეს ან ყველა ხვდება რა შარში ვარ, მოკლედ ამის თქვა მინდა, მე მგონია რომ ოცნების ამორჩეველიც კი. რა შარში ვართ ეს რო უთხრა, თუ ალბათ ვიყურებს ოცნების ამორჩეველიც, ხო, რომელიც არ ეთანხმება ამ პროტესტს და აი ამიტომ მინდა რომ შენც კიდევ ერთხელ მათ უთხრა, რატო დგახარ ქუჩაში, ანუ რა შარში ვართ, რას ვფიქრობ? მე ვდგავარ ქუჩაში, იმიტომ რომ მე მინდა რომ აი ყოველ დღე, აი ელემენტარულად ერთი დღის მოვლენებს რო გადაავლონ თვალი დღეში ერთი ციხეში აწამეს კაცი მოკვდა არ იმჩნევენ ქუჩაში სადგურთან ვიღაცა მოკლეს ბავშვი გარდაიცვალა იქ ის ხდება ეს ხდება და ადამიანები ყველაფერ თუ დააკვირდებიან ყველაფერი ხდება იმისთვის რომ არაფერზე მნიშვნელობაზე ჩვენ არ ვილაპარაკოთ და ეხლა მაგალითად დღის წესრიგში არის თეატრი თურმე ანუ თეატრი უფრო მნიშვნელოვანია მათ და ჩვენ რას ვილაპარაკობთ თეატრში და ასე შემდეგ და რო კითხოთ თან არაფერად არ გვაგდებენ ოღონდ დაბუსტული აქვს ჩვენზე ყველანაირი პოსტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თავარ პრობლემებზე არასდროს არ აფიქრებენ, არ ალაპარაკებენ. აი 13 წელი გავიდა და მიდიან იმ გამოკითხვაზე, ხო? რაღაც წოლუკიანთან რო დადიან. კითხვა რატო არ უჩნდება თუ 13 წელი რა? ხო, აი 13 წელი ასაკეთებენ. რატო არ უჩნდება კითხვა რომ ყოველთვის არჩევნების წინ რატო ახსენდებათ მათი ტრაგედიები და მათი ტკივილები? რატო აი ყოველთვის როცა გაუჭირდა ოცნებას რაღაცა, ყოველთვის მაშინ ხდება ეს ამოტივტივება, ხო? რატო გადაიბარა, მიგივე მურუსიძე იქნება, ხარება იქნება, რა ყველა ვინც არიან, ხო? ვისაც ერჩენ ისინი ისედაც იყვნენ ციხეში და არიან კიდევაც, ხო? რატო ყავთ, არ ვიცი, ადეიშვილი მოადგილე პარლამენტში რატო ყავდათ, ან იმის ან დავით ბათუმის მერი ვინ არის, ხო? ანუ არ უჩნდებათ კითხვები და დღეს ქვეყნის გეზი რო იცვლება, ანუ ეს ევროპული ცივილურ სამყაროს რომ მოწყვიტავენ, მარტო ჩემ მე ხო არ შემეხება ეს ყველაფერი, ხო? აი მარტო სასწრაფოს 12 დონორი ყოლია და მართლა ხო ჩემ მეგობარი იყო იმ დღეს უნდა გაეკერა ფეხი და იქაც კი ისეთი მასალა აქვს, ანუ ჩვენც დამოკიდებული, ანუ მედიცინად დამოკიდებული არის განვითარებაზე, სოფელი დამოკიდებული არის და რეგიონი მართლა უბრალოდ ჩაიხედონ რა გრანტები და რით იკეთდებოდა მათი გზა, განათლება ჩვენი შვილების, ხო? და რეალურად მარტო გტოვებენ პირისპირ ისეთ მტერთან, რომელიც თავს არ თulis უბრალოდ მეზობლად. და კომენტარებში ან როგორ გულშემატკივრობენ 9 მაისს პუტინთან ვინ ჩავა, ანუ ეს ხო ანუ სიგიჟეა, სრული სიგიჟე. ხო და უკრაინასთანაც კი რუსეთის გამარჯვება ხო და ეს ანუ რიჟინაზე, იმიტომ ხო და ეს არის სიგიჟე. როგორ მივიდნენ აქამდე? აუ ეს ძალიან ბევრი ძალიან ხანგრძლივი მუშაობა არის ამაზე ჩატარებული. ეს ხო არ არის 1 და 2 დღის ნამუშევარი, ეს არის აი წლობით ესე იმიტომ ბრაზდები, ანუ თუ რამეზე ბრაზდები ნაცებზე ზუსტად ამიტომ, რა ისე კარგად დაიწყეს. გაეგრძელებინათ რა მართლა ქვეყნის აღშენებლობა, აი საით გადაუხვიეს. თუ რამეზე ბრაზდები ნაცებზე, დღეს კიდევ უფრო ბრაზდები, რომ ამოთ მივეცი ხმა 2012-ში, ოღონდ მართლა. რომ ამ შარში როგორ ჩაგვაგდეს. რა ვიცი, ხა დაზვერვაში მე არ ვიყავი, უსაფრთხოებაში მე არ მუშაობდი და პირველი თუ ვინმეს უნდა ცოდნოდა ეს კაცი რომ რუსეთის ხო რა ვიცი, განგაში მათ უნდა აეტეხათ, არა? ლოგიკურია მე ვკითხო. მაგას ამბობდნენ 2011-დან, მაგრამ ეხა მოსახლეობა ისე იყო გამწარებული ნაცებზე და მეც მიგვიყვეს ეს კაცი 2011-მდე გამოჩნდა ამ ქვეყანაში და რატო შემოუშვეს საერთოდ მაშინ? არაფერი თანამშრომლობდნენ ეხა ნაციონალურობა ფულს იღებდა ივანიშვილისგან. ხო და მაგაში ასე ივანიშვილი ვარბებდა 7 ნოემბერს რო იმას პრემიებს ურიგებდა ხალხს და რა ვიცი კახიკალაძე 7 ნოემბრის მერე გვერდზე ედგა სააკაშვილს კიდე მე ვარ კაცო ნაციის ბექაუდიშარე სადღეგრძელოებს ვამდა მაგიდაზე ასული და ამ დროს ეს ადამიანები ტრიალდებიან და ნაცებს ჯერ შიდა ნაცები დაამარცხონ მაშინ და დაანებონ ამ ნაცებში აღარ არის ძველი რაღაცა ძალა ახალი სახეები ყავთ მე მგონი უმეტესობა რა მართლა კოცებში ეძებონ შიგნით და უნდა ატარონ ეს გამოკითხვას და ყველაფერი მაგრამ ანუ რა ვიცი სიგიჟეა სრული სიგიჟეა რაც ხდება ხო კითხე ანუ ქვეყანაში არსებული ვითარება ანუ საით მიდის ქვეყანა დღეს საგარეო ორიენტაცია გავიდა მაგრამ აი როგორ საით მივდივართ ფიქრობ რომ შეიძლება დიქტატურის დიქტატურაში აღმოჩნდეთ. აღმოჩნდეთ არა, აი ცოტას და მანდ ვართ.
ცოტაზე ფაქტორები მან ხა სუფთა ფურცლისთვის რო გიჭერენ, ტაშის დაკვრისთვის რო გიჭერენ, არ ვიცი, პოსტისთვის გიჭერენ, თეატრში რეპრესია, იქ რეპრესია, საჯარო მოხელეებს ან თავისუფლებენ. რა ვიცი, ხმის ამაღების უფლება რო აღარ გექნება და დაფიქსირება და თურმე მეორე მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არის ვიღაცა და მაქსიმუმ შეიძლება Facebook-დან ამოშალონ ეს ადამიანი. მე შეიძლება, რა ვიცი, უადო პატიმრობით დამემუქრონ და ან კატასტროფა და თან რას ვერ ხვდებიან, აი მაგალითად აი ეს კანონები, ანუ მართლა რასაც ამ არაკანონიერ კანონებს რო იღებენ, აი მოუნდა ეხა ჭიათურელს აქციის მოწყობა, მოუნდა გაპროტესტო. ხო სამართლიანია მისი პროტესტი, სამართლიანია, მაგრამ აი ქუჩაში გამოვიდა 5000 ლარს დააკისრებენ ისედაც უბედურ დღეში მყოფ ადამიანს. ეს კანონი მარტო მე ხო არ მეხება. აი დაუჭირეს 4 ადამიანი, ხო? ეს ხო ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლო არჩევნებზე ცოცნებას აძლევდნენ ხმას. დღემდე ეუბნებიან რომ თქვენები ვართ, კაცო, მოგხედეთ, მაგრამ ამაში საქმე რომ არავინ არ მიხედავს. ანუ ერთნაირად, უბრალოდ ჩვენ რო აღარ ვეყოლებით დასაჭერები, აუცილებლად მე გადავლენ მათზე. ანუ ჩვენ უბრალოდ კიდე ვიბრძვით. ხო, ანუ ერთი არის თქვა საგარეო ორიენტაცია და რატო გვინდა თქვა ევროკავშირის წევრი ვიყოთ, ხო, იმიტომ რომ განვითარება იქეთ არის. ანუ ცივილიზებული სამართლით წარმოვიდგინოთ ახლა რომ არსებობს რაღაც ყველაზე მაგარი ქვეყნების კლუბი, ყველაზე განვითარებული ქვეყნების კლუბი, იქ გეპატიჟებიან და შენ ყავს ხელისუფლება, რომელიც იქ მისვლას აფერხებს, ხო? ანუ ყველაზე განვითარებული ქვეყნების კლუბში რატომღაც შესვლა ხო და ფეხბურთის შემთხვევაში თუ ეს მithome ეს ქვეყნის დონეზე რატო არის? აი ფეხბურთელი მოხდა რაღაც ძალიან კარგ კლუბში ყოველას ხო გვიხარია? აი ეს მოხდა კვარა, ნუ რა თქმა უნდა გიხარია, ხო? ან რუსეთში რო იყოს ყარ გვიხარია. არ გვიხარია, მაგრამ აი ეს რაღაც წარმატებული ქვეყანასაც იგივე შანსი აქვს, უფრო მეტიც და არაძლევს. და ეს შანსი დაპაუზებული აქვს და თან იმდეს ახერხება რომ თან თამაშობელი დააჯერონ რომ ეს ჩვენ ბრალი კი არ არისო, კაცო, იმათიო რაღაც ცუდი ევროპელების ბრალია, რაღაც deep state-ი არ ვიცი. ხო, სამართლიანობას. სამართლიან არჩევნებს. ახლა ადამიანები, რომლებიც აი პირდაპირ რასაც ჩემი თვალით ხედავ, ჩემი თვალით ხო ხედავ, რამდენი ადამიანი არის გამოსა გუშინ რაც მოხდა, ხო? მე ნახეთ იმედის დრონით რადიკალების აქცია, ანუ რადიკალი ცოტა ხანში ძალიან საქებარ სიტყვად გადაიქცევა, ოღონდ მართა, იმიტომ რომ აი რადიკალურად და ძალიან პრინციპულად არ ვეთანხმები რაღაცებს და კი ბატონო და ვიყო რადიკალი, მაგრამ აი როცა ჩემი თვალით ნანახს მიყალბებს. ანუ უბრალოდ წარმოგიდგენთ რა ქნეს არჩევნებზე. ანუ რას უნდა ვენდო? ხო, ეს მეორე საკითხი. ერთი არის რომ აი წარმოგიდგენთ 30 წელი ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ რუსეთისგან თავი დაგვეღწია, იმიტომ რომ რუსეთს ჩვენ ხო თავი რეალურად 20 დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, მაშინ ვერ დავაღწიეთ, არა? იმის მერე რუსეთის უცდილობს, რომ უკან შეგვითრიოს. მთელი ეს ჩვენი ომი 30 წლიანი აფხაზეთში იქნებოდა, სამაჩაბლოში იქნებოდა, ყველაფერი არის ამის გაგრძელება, რომ ჩვენ ვცდილობთ რომ რუსეთის თავი დავაღწიოთ და რუსეთი ვცდილობს უკან შეგვითრიოს. 30 წლიანი ომი შემდეგ გვეუბნებიან რომ იცით რა, შეიძლება ეს ყველაფერი ტყუილა იყო. კი, და გმირებიც არ გჭირდება. რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ აი რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ვიღაცები ამას ქართულოცნების მოხრე პირდაპირ ამბობენ. ეხლა რუსეთი არ გაგვიშვებს და რა გავაკეთოთ? არა, არ გაგვიშვებს და თან მაწყობს იძახის. 30 წელი ტყუილად დავხარჯეთ ჩვენ რა, ისევ რუსეთის კალთაში უნდა აღმოვჩნდეთ. და აი ამას ისე გეუბნებიან რომ თითქოს ეს 30 წელი ეს მსხვერპლი არაფერი არ იყოს. აწუხელიძე სტენსილიც კი აწუხებთ. რამდენჯერ გადახაზეს, რამდენჯერ გაჩნდა. ის ბიჭები მე წაიყვანეს პოლიციამ. ანწუხელიძის სტენსილის დახატვისთვის. ანუ წარმოგიდგენთ, ყველანაირ იდეალებს ანგრევენ და ყველანაირ გმირს გინგრევენ რა. ანუ ანწუხელიძე ჯარისკაც აბიტურებენ. რომ ადამიანი რომელიც შეიძლება ქვეყანას იმან უკვე აპრიორი იცის ჯარისკაცი რო ხდება, რომ შეიძლება თავი გაწიროს. სააკაშვილის პიარ შეეწირო. იმანაც ხო დააყოლა რომ ჩემგინებას არაპატიესო და რეალურად საქართველოს დროშა და საქართველოს სიყვარულს შეეწირა ეს ადამიანი და პერსონები არაფერ შუაში არ არიან, არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძვის, არც ერთი პრეზიდენტისთვის და არც ერთი იმისთვის, რა ქვია, პოლიტიკოსისთვის ქვეყანას იცავდნენ ყოველ ჯერზე ჩვენი ჯარისკაცები და ამის გაბითურება და ამის რაღაცნაირად ფასის გაუფასურება არის დანაშაული და ღალატი, მეტი არაფერი. ხო, აი თვითონ ამბობენ რომ აქეთ მხარეს აი ქართულობას გვართმევენ რაღაც ეს ევროკავშირში დასავლეთში და ასე შემდეგ და აი წარმოგიდგენთ ჩვენ ქართულობის იდენტობა ყოველთვის რაზე იდგა, რას გვასწავლდნენ რომ აი ქართველები ყოველთვის მებრძოლიერი ყოველთვის ერთი ქართველზე 10 კაცი მოდიოდა და მაინც ვიბრძოდით და აი ჩვენი იდენტობა ქართულობა ამაზე იდგა რომ მებრძოლიერი ვარ და დღეს პირდაპირ გვეუბნებიან რომ არა
ოღონდ არ იყოს, არაფერი არ მოხდეს და ყველაფრისთვის მზად ვართ. მზად ვართ ეს 30 წლიანი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ დავივიწყოთ და ისევ ჩაუბარდეთ რუსეთს. ოღონდ რამე არ ფაქტობრივად ეს იდენტობა ანუ ქართველების რაღაცა მებრძოლები კი არა ვართ ანუ ესეთი ხალხი რომელიც რაღაც შიშით მზად ვართ ყველას თავი დაუხაროთ ყველას რაღაც ერთ ადგილზე ვაკოცოთ და ეს ყოფილა თურმე ქართველობა. ხო და ზუსტად ეს ანუ მე ამიტომ ძახი აქეთ ვინ წაგართმევინებთ ამ ქართველობას თქო რა. ოღონდ მართლა. და ვინ მართლობს ქართველობას? მართლა ეგ არის თავარი. ხო ამაში საქმე თან აბაომი გინდას რომ გაიძახენ ხა აბაომის ანუ თავის სოცნების ამორჩეველი ამაზეც არ ფიქრობს ხოლმე სამწუხაროდ. ომის შიშით მინიმუმ ჯარს უნდა აძლიერებდა. ამჟამად არაფერს არ აკეთებდე, რაღაც არ აგზავნიდე, რაღაც არ აკეთებდე, მაგრამ მინიმუმ ხომ და იყოს გაძლიერებული თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს. ამაში საქმე. 100,000-ს თუ რაღაც რა ვიცი, რამდენი რუსეთის მოქალაქეს რატო შემოუშვებ მე თუ რუსეთთან ომის მეშინი. მე ვიტყვი რომ ან არ ვეხები რაღაცებს სანქციებში არ ვერთვები, მაგრამ შენც არ გიშვებ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ შემოვიდა, რა შემოვიდა. ხო არავინ არაფერი არ იცის. ბიზნესს არ გავახსნებდი, რაღაცებს არ ვაყიდინებდი, ტყეებს არ გადაულოცავდი, ანუ ყველაფერი, ანუ ყიდიან ქვეყანას და აქეთ გაბრალებენ, რომ ქართველობას რაღაცას არ თვენდა. ჩვენ ზუსტად მაგას ვეჭიდავთ, რომ ქართველობას და საქართველოს მოქალაქეობას, იმიტომ რომ მარტო ქართველები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, არავინ არ წაგართმევს და არავინ დაგათმობინებს რა. და ყველანაირ ტრადიციას კაცობა კაცური გაგებაც რაც ჰქონდათ იდეაში ხო ქუჩური იქნება თუ ისეთი იქნება ისიც კი დაანგრიეს ანუ კაცს რაც ითვლებოდა კაცობად რომ ქალს ხელი არ უნდა დაარტყა ბავშვით რომ მოდის კაცი იმას არ უნდა ეჩხუბო რა ანუ რაღაცები ხო იყო და ზიამაღლობელის кейსი არის აქ ყველა ზიამაღლობელი ქალებს ქუჩაში როგორც ცემენ და 7 წლით ჩაჭმას ითხოვს ჟურნალისტი ქალის იმის გამო რომ ეს თან გასაგებია რომ პოლიციელს ხელი არ უნდა დაარტყა ვეთანხმები ამ პოლიციელმა მანამდე უნდა აფურთხა და შეურაცხყოფები აყენა და მე ახლა სულ არ მიგვის არა მაგრამ ეხა ქალისგან სილის გაწვნის გამო როცა ასეთ შურისძიებაზე მიდიხარ მე მესმის რომ შეიძლება იქ დააჯარიმო ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯო არსებობს სხვადასხვა სასჯელი მაგალითად ჯარიმას თუ არ გაკმაყოფილებს ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს მაგალითად 2 თვით მაგრამ 3-დან 7 წლამდე და მერე გახარ ამხელა კაცი სასამართლოზე და ლოყა გამიწითლდა და ამიტომ ეკუთვნით სააკაშვილის დროსაც აი როცა ურტყავდნენ აქციის მონაწილეები მაშინ აი ჯოხზე კადრი გემახსოვრება ახლა კი როგორ არა რიყეზე ხო? ვიყავი მიღებდი მაშინ რომ იმედში მე იმ დროს ანუ მიუხედავად აი ამ დიდი უსამართლო იმედის ტელევიზიაში ხო და ანუ ვინმე 7 წლით გაუშვეს მაგ დროს მაგას თავი დაანები არსებობს ახლა სააკაშვილის დროინდელი კარტი დღეს ის ქალბატონი არის ქართული ოცნების გულხურვალი ხარდაბჭერი სოფიელი პოლიტიკოსი იყო ასეთ ბიძინა გუჯაბიძე გემახსოვრება ოპოზიციონერსაგან მისი მეუღლე მაკა სახურია და სამეგრელოში ეს ცნობილი კადრები არის ახლა ამოიღო ბევრმა დაატრიალა სამეგრელოში მეგის ქარდავა, ხო ვიცი და მეგის ქარდავა ვინც იყო, ხო ეხა მისი მოადგილე გვიზის მემა ბათუმში. ბათუმში რა ეს კადრები არის რომ ბიძინა გუჯაბიძეს იჭერენ, მათ შორის იქვე არის სამეგრელოს მაღალჩინოსანი იყო პოლიციის ეს მეგის მახსოვს ეს კადრე კი. ხო და ეს ქალბატონი ისეთ სილას გაარტყამს მეგის ქარდავას ამის გამო რომ ის ქმარს იჭერენ. ხო ეხა მზი ამაღლობელის მოქნეული ხელი ესეშთან მოცაცუნება. და მართლა აი მეგის ქარდავა რომელიც ახლა აი ყველაზე სასტიკ პოლიციელად ითვლება იმასაც კი არ უკადრია რომ ქალი ამის გამო მე ვხედავ რომ თვითონაც პოლიციის მაღალჩინოსა ერთი დღით დაიჭირეს და გამოუშვეს ყველაფერს ხო და ესენი ახლა რას აკეთებენ აი ჩვენთვის მართლა წარმოუდგენელი ამბავია მზიას საქმე და ნაირაგელაშვილმა თქვა კარგად აი კაცობის რაღაც ყველაფერი საწყისი დაანგრიეს ხო რა დგას ეს კაცი და იმის გამო რომ მეტი მიესაჯოს რომ დამძიმდეს დანაშაული რომ მეტკინა და გაწითლდა და რაღაცებს ამბობს და ამათ მერე ვინც აქციაზე დგასო თქვენო კაცობას და ქართველობას გვაკარგინეთ ხო და ამაში საქმე ყველაფერი წაართვეს ყველაფერი დააკარგინეს საერთოდ არანაირი იდეა მათ არ აკავშირებთ უბრალოდ რაღაცა ვიღაცას ერთმანეთის ფულს არიან დაჯერებული თან რუსეთის ეშინიათ რომ მართლა ხა თუ ვერ შეუსრულეს დანაპირები ალბათ სულად დაუმთავრდებათ რა თქმა უნდა სამართლიანი სასამართლოს ეშინიათ იმიტომ რომ მე არ მგონია თავარი ცნობა ზუსტად ის არის რომ სისტემა არ არის ერთი კაცი ხო სააკაშვილი თქვა და თან სააკაშვილი თუ ამდენი დანაშაული ქონდა რატო ზის გაფლანგვაზე ანუ რეალურად რასაც ედავებიან იმაზე არ ზის ეგ კაცი ხო და ეს
ყველაფერთან ერთად თქვენ გეძახიან უსამშობლოებს. ეს გახდა ესეთი ტრენდი მათთვის თავარი, რომ აი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგაა, ხართ უსამშობლოები და ვიღაცები აიყოლიეს ამაში. ხო და ნუ ეგ არის ან გაუნათლებლობის ბრალი, ან პროპაგანდისტი ხარ რა, იმიტომ რომ უსამშობლო ადამიანი თუ ნამდვილი უსამშობლო ადამიანი არის, ვინც გავით გორგასალის ხელში რატო ვერ უნდა აიტანო დროშა, რატო ჩამოხსნა. მართლა როგორი სიმბოლური იყო და გუშინ აი ყველაზე ძალიან მართლა აქციაზე ეგ გამიხარდა მეგონა რომ აი ველოდებოდი და ანუ ალბათ მეთქი ხარ ის ბიჭება არ არის დღეს და აი ქაძრომა ხარ არ არის მარტივი რა და უცებ რომ დავინახე ისეთი ტკივილი დავიწყე ისე გამიხარდა რომ აი ეს რაღაც გამარჯვების სიმბოლო რომელსაც ესე ერჩენ არანაირი ეროვნულობასთან ისინი არ ასოცირდებიან აი დროშასთან აღარ ასოცირდება არანაირი ოცნების ამორჩეველი იმიტომ რომ ყალბები არიან ამას როცა ებრძვი ესე ღიად და არც არ ვიცი ხა ის ჯვარიც ხა რო ჩაარჭეს ხო პარლამენტის წინ. ანუ რა რწმენაზე ველაპარაკებიან, ეს ჯვარი მარტო ძალადობასთან ასოცირდება. ამ ჯვრის მერე ჟურნალისტები დაარბიეს, სისხლით დააღვარეს, ადამიანი გარდაიცვალა, მოკლეს ფაქტურად ცემაში და ანუ ვერ დავიჯერებ, რომ ამ წინ ფანტასტიკური ქაშვეთია, ხო? ანუ მათი რწმენა ალბათ ქაშვეთს ვერ იტევს და ეს ჯვარი, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ჯვარი ჩემთვის მარტო ძალადობასთან ასოცირდება. ეგ დღე იყო სავსე ძალადობით და სისხლის ხრით. მაგ დღის გამეორებას რომ გიანონსებენ თეატრალებს, იმიტომ რაღაც არ მოეწონათ. ეს არის ძალადობის და აი ამაზეც მინდა გადავიდე, ხო, ბოლო სკანდალი ისევ მოყვა თეატრში ერთ-ერთ სპექტაკლს, დათათავაძის სპექტაკლს, საიდანაც რაღაც ფრაგმენტები გაავრცელა სახელმწიფო მედიამ და ეს ბევრში ამან გაღიზიანება გამოიწვია, იმიტომ იქ რაღაც ესო იყო ნახსენები, რელიგია იყო ამბავი და ხო, რა კონტექსტში იყო ნახსენები, კარგი საკვები აღმოჩნდა ეს პროპაგანდისთვის და ბევრმა თქვა, რომ შეიძლება ახლა არ იყო, თქვა ამის დრო, რომ რაღაც ასეთი ეპატაჟური სპექტაკლი დაედგა და ფანტასტიკური სპექტაკლია. რას ეთყოდი? მე სპექტაკლი არ მინახავს და ამიტომ ვერ შევაფასებ. ამ სპექტაკლში და ნუ ზუსტად ამაზეა რაც ხდება გარეთ და კი ბატონო ხმარკის დასადი ტექსტია და ძალიან დიდი ბოდიში 18 საუკუნის ტექსტია. რაღაცები არის, რა თქმა უნდა, კი ცალკე ზემოდან დაწერილი სხვა ტექსტები, მაგრამ ანუ ეგ არ არის სპექტაკლის ახშფოთება. ამ სპექტაკლის მასალას ვერ გამოიტან თუ მიზანმიმართულად მაგისთვის არ ხარ მისული. სპექტაკლს ეწერა პლუს 18 გადაღება იყო აკრძალული. გადაღებას ტელეფონს აკრავენ სტიკერს, ვიდეო კამერას, დებენ კონვერტში. ლუქავენ დალუქულია ეს კონვერტი და ანუ ეს ხო მიზანმიმართული აქტი იყო სპეციალურად შევიდა ადამიანი რომ ეს გაეკეთებინა რომ თავდასხმა ყოფილიყო ჩვენზე იმიტომ რომ ვეღარ გაიგეს რა ფორმით მოგვიდგნენ ხან მაიდანის აწყობთო ხან ვიღაცამ გადაგამზადათო ხან ფულს იღებთო ვერ ანუ თან ვერ გიმტკიცებენ ვერაფერს რომ ან მართალი ხარ რეალურად ეხა გადაწყვიტეს რომ მე დოის შეეხდნენ გაუშვეს მე ეხა დათა არის სამიზნე მე მიშა ჩარკვიანი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ანუ აღარ იციან როგორ გაგაჩუმონ და მთავარი რასაც ებრძვიან, ანუ რეალურად ჩვენ ანუ სოლიდარობის ჩვენ სოლიდარობა ეზიზღებათ, რა, იმიტომ რომ ამის უნარი თვითონ არ აქვს, თვითონ ეზიზღებათ ერთმანეთი, თვითონაც შიგნით. არც ენდობიან ერთმანეთს. მაგალითად სახიობები ხო ანდრო ჭიჭინაძე. ანდრო ჭიჭინაძეს და არა მარტო ანდრო ჭიჭინაძეს და ანუ ეს მაგალითები, ანუ იმა რაზეც იმუშავა, რაც ანგრია ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც აი კაცობა რო აღარ არსებობს, კაცური რაღაცა მაგალითები რო არ არსებობს და რაღაც სამშობლოები რო არიან თვითონ და მართლა ღალატობენ ქვეყანას და არაფერ ქუჩის ბიჭია ისიც რომ რა ვიცი, გააბოზეს და სუსის აგენტი გახადეს ტიტუშკა დააქციეს პოლიცია, ანუ საერთოდ არაფერი აღარ არსებობს რა. რელიგიას ამოფარებული ადამიანები არიან და თვლიან რომ მე თუ კი ეკლესიური არ ვარ, იმიტომ რომ არ მჯერა ეკლესიაში იმ ადამიანების ვინც შედიან, იმიტომ რომ მე არ ვიცი, შუამავალი არ მგონია ღმერთთან ძალიანაც რომ მჭირდებოდეს ადამიანთან, რომელსაც არ ვენდობი, იმიტომ რომ ძალადობას როცა ქადაგებენ ეკლესიიდან, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და მიუღებელია და ამიტომ არ ვიცი, ღმერთი ყველგან და ყველაფერში თუ არის, მე შემიძლია აგერ ხესთან დავდგე და ჩემთვის გავიდე კონტაქტზე და ვილოცო და ასე შემდეგ, მაგრამ ხო და ეგ არის რა, ანუ ეს იყო მიზანმიმართული ამბავი და ზუსტად იმ კონტექსტში შენ ხარ აი მათი სარკე რა, თავის აი ამ ამორალობას ხედავს შენში, იმიტომ რომ ამას თვითონ ამის უნარი არ აქვს და ეზიზღები და მე მჯერა რატომაც ეზიზღები, ხვდები რატომ ეზიზღები, იმიტომ რომ ამის ნიჭი არ აქვს. მასში ჩაკლეს ბოლომდე, აი საუბრობდით ხო, ძალადობის მსხვერპლი ადამიანები დღეს ხვის ძალადობაზე ჩუმად არიან, ეს რას ნიშნავს? და რა თქმა უნდა ვეზიზღები, იმიტომ რომ მე არც ის ძალადობა მომწონდა, არც ეს ძალადობა მომწონდა და მომავალში ვინც იქნება, არც იმას გავუტარებ ძალადობას. ხო, ეგ საინტერესო ფენომენია, ანუ
იმ ხელისუფლების მომხრეები მაშინ ატარებდნენ ძალადობას, ანუ თვალს ხუჭავდნენ, რადგან მათი ხელისუფლებას ჩადიოდა ამას ნაცების დროს და ეხლა ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც იმ ძალადობას ატარებენ, ეხლა ესენი ხუჭავენ თვალს ძალადობას და შეიძლება გულში ამბობენ, რომ ღირსებიც არიან და ამბობენ, გულში არა, ღიათაც ამბობენ. ხო, ნუ ეხლა Facebook-ზე ბევრი ყავდა ეგეთი ტროლბოტი, რომელიც წერს. ხო და ნუ ეგ არის, არ ვიცი. ხო და მე არ მჯერა ეგეთი ადამიანებს, არც მათი ავტორიტეტი და არც მათი სიტყვის არ მჯერა, იმიტომ რომ აი მაშინ მახსოვს ახალი წლის ეს შევხვდი ქუჩაში იდგნენ გამოსულები, ეგონათ რაღაც აგრესიით ვიყავით და შალვა კეკელია, ხო? ყველი რო. ხო, ყველი კი, შალვა კეკელი. და ნუ აი მაშინ რომ შემომივარდნენ ეკლესიაში, რაღაცა მთელი ამბავი და მე ორ დღეში ძახის რომ არა, ეკლესიაში კარ შემოვარდნენ, მაგრამ ხო დაგეშა ხალხი. რომ მოსულიყვნენ აგრესიით და მე მარტო გადავედი. რომ დავინახე ქუჩაში, რომ მარტო გადავედი და რატო არ გმობ ჩვენზე ბულინგს და მეთქი ანუ მე ყველანაირ ბულინგს გმობ ზოგადად, მაგრამ ძალადობა ხო სიგიჟეა და მეორე დღეს უცებ ვიგებ რომ ის ადამიანებიც ვატო შაქარაშვილიც იდგა, კიდევ ვიღაცა იდგა მომღერალი, რომელიც ვიდეოებს წერდნენ, რომ აი ხვალ მივიდეთ და დავარბიოთ და რაღაცა მეთქი ანუ ადამიანებად ხო მოვედი, ხო ვილაპარაკეთ, ანუ რას ნიშნავს ახლა ეს დაგეშვა ადამიანების მოდი ჩავქოლოთ, გავაკეთოთ და თან მეთქი ავიც მოდი ამოვიყოთ ქუჩის კამერები და ვნახოთ ვინ შემოვარდა ეკლესიაში და მე კიდე ვიღაც გოგოზე როცა შვილმა ამოიღო ხმა რომ აი იმედის დარბევის დროს თურმე განუვითარდა სიმძიმე თავში ურტყეს და გოგოს ანუ რა ლეიკემია ჰქონდა და აი ეს რაღაცებს ვხვდელი რომ იტყოვება მე ანუ აღარ მჯერა რა და არ მინდა და თან ღმერთის პრივატიზება ვერ გავიგე ანუ მე აქ აქციაზე არ მწამს და იქ მარტო იქ არიან მორწმუნეები მარტო იქ არიან ქვეყნის მყარებლები მე უსამშობლო უღმერთო და ღმერთი ჩემთვის ცოდვილი ადამიანი რომელიც მღვდელი ჩემთვის ასევე ცოდვილი ადამიანია წმინდა ნამდვილად არ არის ხო ძალიან ბევრ ცოდვას ჩადიან და ჩადიოდნენ და ვიღაცა რა ვიცი იგივეს აგრძელებს ანუ საერთოდ არ არის გაიგივებული არც წმენასთან და არც ღმერთთან და ეს ძალიან ამბიციური განაცხადი მგონია მათი მხრიდან რომ თურმე ღმერთს განუდგა ადამიანი თუ კი ეკლესიაში მღვდლის პოზიცია არ მოწონს ხო რა თქმა უნდა თუმცა მეორე მხრიდან მათი აპელირება ხდება იმაზე რომ ხდება მათი რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა, როცა თქვა თეატრში იქნება თუ სხვაგან, ხო, ღმერთს ახსენებენ ისე, როგორც არ მიაჩნიათ მათ. ნუ ხა ჯვარი ჩაარჭო და მე კაცი მოკლა, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ღმერთის არ არსებობს. ჩაარჭო ჯვარი და მე წახვიდე დასარბევად, მე დაასისხლიანო ჟურნალისტები, ამაზე დიდი დამცირება და შეურაცხყოფა ღმერთის, რწმენის, სიყვარულის და სიკეთის არ არსებობს. ანუ არ ვიცი, მართლა ძალადობის კორიანტელი იყო მაგ დღეს. და ესეთი ადამიანები, როგორ შეიძლება რამეზე თან პერსონაჟი, რომელიც ზუსტად აი ამ სიბინძურეზე ლაპარაკობს და დღეს ვიძახდი რომ მე რომ მართლა რაღაცა შვილი მკვდარი დედა რომ ვითამაშა, რომელიც გაწარებულია რომ შვილი უსამართლოდ ან რაღაცა ღმერთსაც განუდგეს, ყველას განუდგეს და რა ვიცი, ვიგინო საშინელებები ვიძახო, ანუ ნანკა ხო არ აკეთებს ამას, ანუ შვილი მკვდარი დედა სვანსახიერებ, რომელიც შეიძლება რაღაცა მართლა ღმერთსაც გმობდეს და ყველაფერს გმობდეს. პერსონაჟია რა. ზუსტად ეგეთი პერსონაჟები არიან იმ სპექტაკლში, რის გამართლება გვიწევს, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ჯვარი ჩაარჭეს და მე სისხლი დაღვარეს, არანაირი უფლება არ აქვს, რომ რაღაც მორალზე მელაპარაკონ. არანაირი. გასაგებია და აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საითაც მიდის ჩვენ ვისაუბრებთ ხო, ხა რომ შეიძლება რუსეთისკენ რუსეთის უკანეზო აღმოჩნდეთ ისე ვისაუბრეთ რომ დიქტატურისკენ უკანეზოში ვართ კი ბატონო აღმოჩენა და დიქტატურისკენ მივდივართ და გამორიცხა რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიდეს და ვთქვათ ხშირად ამოვეჩვენთ რომ აი ბელორუსი არ გავხდებით მაგრამ რატო ფიქრობ რომ არ გავხდებით იმიტომ რომ არ დავთმობთ იმიტომ რომ ბოლომდე არ დავთმობთ და მე ამის მჯერა არც ჩეჩნეთი გავხდებით და არც ბელორუსი ან ხო და რა გაძლევს ამის რწმენას ხო და აი ქართველობას ვინ წაართმევინებს ზუსტად მაგას ანუ არ ქართველების მებრძოლ სულზე რო ლაპარაკობენ აი მაგ სულს დავანახებთ და გავაცოცხლებთ ანუ ეგენი ხო იცახენ რომ თქვენ ქართველებს არ იცნობთ და ქართულ მებრძოლ სულს ხო და თვითონ არ იცნობენ ზუსტად ამაშია მთელი პრობლემა არ იცნობენ და მართლა გადახედონ ისტორიას რა ვიცი არაგველების და ასე შემდეგ და გაიხსენებენ რომ მართლა ქართული სული და მებრძოლის სული მაქსიმალურად ეცდება რომ არ დათმოს და იბრძოლოს ამიტომ ქართველობას არც ავართ მევინებ აქეთ. კი ბატონო, მაგრამ აი ეს პროტესტის ბოლო დღეებში თითქოს აღარ არის ესეთი მუხტი როგორც იყო მანამდე.
და ბევრში ამან გააჩინა ნიხილეს. მე ბევრი უკვე აღარ დადის, იმიტომ რომ აი რას ვიყავით ბევრი დეკემბერში და იანვარში და ვერაფერს ვერ მივახციეთ ამბობენ. და ასე შემდეგ. და ხო უცებ ამას შორიდან აკვირდება, რომ აი ხალხი შედარებით ცოტა ვიდრე მაშინ იყო და ელოდებია როდის მინაულდება ეს პროტესტი და აი ხალხს ვინც რას ეთყოდი, მაშინ ვინც დადიოდა დეკემბერ-იანვარში აქციებზე და ეხლა აღარ მოდის, იმიტომ რომ შენსავით იმედიანად არ არის განწყობილი, რომ რამე გამოვა. ხო და რისი მეტად არის? ანუ კაი ეს გადაწყვეტა რომ არ გამოდის და რა გამოუვა მაშინ? ანუ როგორ ქვეყანაში რჩება საცხოვრებლად და რას ეგუება? ხო, ან მეორე გზა რა არის, ხო? ხო, ანუ რას ეგუება? კაი, მეორე გზა არის შეგუება. აქ ბრძოლის პროცესში ხარ და გასაგებია რომ ერთ და ორ დღეში 30 წლის ნაბრძოლი უნდათ რომ წაგიშალონ და ხა 5 თვეში ნაბრძოლს წარმოიდგინე, არ ვიცი. ხო და რა ვიცი, რისი მეტად არიან მაშინ აქ გითხრან. ან ეგუება, ან შიგნიდან თან ვიცი რომ არ ეგუება ის ხალხი, ვინც არ დგას, ისევ იმ პროტესტში არიან შინაგანად. უბრალოდ შეიძლება რაღაც мотиваცია არ აქვს, შეიძლება დაიღალა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ აი რისი მეტად არის, დაუსვას თავის თავს კითხვა. რისი მეტად ხარ დარჩენილი? იმიტომ ბრძოლის იქით ჩვენ არაფერი არ დაგვრჩენია და ერთმანეთის იქით და ერთმანეთის გაძლიერების იქით. ხო, მაგრამ ეს მეორე კითხვაა რომ შედეგს მოიტანს, რამდენად მოიტანს ეს თქვა რუსთაველზე თქო ვიღაცები ამას სეირნობას არქმევენ რომ აი ყოველდღე რუსთაველი. და ამიტომ ძალიან სწორია რომ გაიშალა პროტესტი თქვა და არის ძალიან კარგი იყო, ვარკეცილში რომ იყო, ძალიან კარგია, ახლა 11-ში რომ იქნება თქვა და ეს უნდა გაიშალოს, იმიტომ რომ რეალურად უნდა ამ მარშებს ვიღაცას რო გონია რომ არანაირი აზრი არ აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარშში შვება ყველაზე მე როგორც დავაკვირდი, იმიტომ რომ ის მუხტი იქ ადამიანს რომელიც არ გამოდის და ტელევიზორში უყურებს, მაინც აღვივებს და აღვიძებს. ახსოვს ახლა სამგორი და რომ დაიძრა მარში ამ პროსპექტზე რომელსაც რატოღაც ისო მოსკოვის პროსპექტი ქვია, ხალხი გამოდიოდა და პანჯერა დროშებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო და ამიტომ რომ ეს ბრძოლაც ხა მე მგონია რომ აი რუსთაველზე ვინც დგანან ეს ადამიანები ამდენი დღე მართლა ქეთს ვიხრი ქვია რასაც ქვია, იმიტომ რომ ანუ ძალიან თუ რამეს ამ პერიოდში მართლა რაღაცა მიღწევა იყო, ანუ როგორ უნდა დავანახო ცივილურ სამყაროს რომ მე არ ვთმობ. მე თუ ახლა სახში შევედი და დავჯექი რეალურად ანუ ჩემს საკეთებელს რატო გააკეთებს ახლა სხვა ქვეყნის მოქალაქე? ხო? ის მაქსიმალურად შეიძლება დამეხმაროს, მაგრამ მე თუ არ ვიბრძი ჩემი ქვეყნისთვის, შევიბრძი ჩემი დამოუკიდებლობისთვის, რა ვიცი, ყველაფრისთვის, რატო მოუნდება იმან 30 წელი მართლა გვერდში მედგა და თუ რამე ცივილური და ცივილიზაცია თუ იყო ამ ქვეყანაში, რა ვიცი, მათი დახმარებით ხდებოდა ეს ყველაფერი, განათლება იქნება, ინფრასტრუქტურა იქნება, მედიცინა იქნება, ანუ ყველაფერი, რა ვიცი, მეცნიერება და ასე შემდეგ. ამას მე საბჭოთა კავშირის მერე მათი დახმარების გარეშე ჩემი ქვეყანა ვერაფერს ვერ იზავდა. ხო? დღემდე მათი დახმარებით არის, რა ვიცი, რამდენი მოიკითხონ $600,000 სად წავიდა გელათის რემონტზე რო იყო გამოყოფილი, რა ვიცი, რატო ინგრევა ეს გელათი, ხო? ძალიან ბევრი რაღაცები მოიკითხონ, რატო გვეხმარებიან, ჩვენ რეალურად მართლა ფეხზე დაგვაყენეს და ეხა მათ შრომასაც წყალში უყრით, ჩვენ შრომასაც წყალში უყრით და ყველაფერს და ჩვენ არ გვინდა ეს. რა არის თავარი ამ პროტესტში შენი აზრით? ამ წარმატებისთვის, პროტესტის წარმატებისთვის, რა არის თავარი? ბრძოლა და იცი რომ მართალი ხარ და მართალი რო ხარ მართლა სხვა ძალა გაქვს და სხვა мотиваცია გაქვს. ადამიანი მებრძვის რომელსაც არ ვიცი 7 მილიარდი აქვს და ერთ ოთახში ალბათ ორ კაცს ძლივს ენდობა და ჩვენ რა ვიცი ვიდგეთ 5,000 და ყველა ერთმანეთს ვენდობოდეთ ან რომც არ ვენდობოდეთ ყოველ შემთხვევაში იმდენად მართლები ვართ რომ რაღაცა სხვაც რო წავიდეს და მოყვეს ჩემზე ვიცი რომ მართალი ვარ. ამიტომ არ უნდა დავნებდეთ არა. კი ბატონო და ბოლოს კითხავ ოპოზიციაზე აუცილებლად მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რაღაც ისე ზოგი ამბობს რომ ბოიკოტს გამოუცხადებს, ზოგი არ ამბობს ბოლომდე რას იზამს, ზოგი ამბობს რომ არ გამორიცხავს არჩევნებში წასვლას. შენ როგორც ამ შემთხვევაში აქტიურ მოქალაქე ეს პროტესტში ჩართულ ადამიანს მაინტერესებს რას ფიქრობ, როგორც ამურჩეველი ხო მათი ახლა ალბათ რომელიღაც ოპოზიციის პარტიას მე არ წავალ მაგ არჩევნებზე. რატო? იმიტომ რომ მე მთელი წელი ვდგავარ ქუჩაში, იმიტომ რომ ის არჩევნები გამიყალბეს. და იმ არჩევნების გაყალბებისთვის ვდგავარ რომ მომატყვეს შემ ერთადერთი ხმა იყო მომპარეს და წაიღეს და ახლა ანუ ეხლა 20-24-ში მიეცი ოპოზიციას ხმა, მაგრამ ეხლა აღარ წახვალდა შენი ხმაც მაგალითად ანუ ის არჩევნები დავიცავით უკვე იმ არჩევნებში მოპარული ხმები დავიცავით ახალ არჩევნებზე ანუ ამ წყობით ეხლა რაც ხდება რო ჩაატარონ არჩევნები აზრი აქვს თუ არაფერი არ შეიცვალა და თუ შეიცვალა და გადალაგდა, მაშინ საპარლამენტო არჩევნები იქნება.
ხო? იმაზე რანაირად ვიფიქრო ხა. ერთია რომ უნდა მზადყოფნაში იყვნენ, ეგ სხვა საკითხია და რეგიონებში არჩევნების წინ კი არა, სულ უნდა დადიოდნენ. აი სულ უნდა დადიოდნენ. და აი ამ სიღარიბეს როგორ დაძლევენ პირობებს კი არ უნდა იწერონ რაღაც უაზრო შეპირებებით კი არ უნდა იყოს კონკრეტული გეგმით უნდა მიდიოდნენ ხალხთან რომ აი სიღარიბის დაძლევა არის შესაძლებელი ესე სამუშაო ადგილები და მე თუ ვიღაცა ვერ გააკეთებს იმას უნდა მოვთხოვოთ პასუხი უნდა ისწავლოს მოქალაქემ რომ ქვემოდან ზემოთ კი არ უნდა უყუროს პოლიტიკოს აი ესე უნდა უყუროს იმიტომ რომ დამქირავებელია და როცა ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას უნდა ან დიდი ბოდიში გვერდზე გადადექი, სხვა თანამშრომელი მჭირდება. და ჩვენ რაღაც ბელადომანით შეპყრობილეს ადამიანები რაღაც მეფედ დაღიქვავენ და მორჩილებაში რას ნიშნავს? საჯარო მოხელეზე დგას ქვეყანა, რეგიონზე დგას ქვეყანა, და უნდა იდგეს და აქაც რუსეთს დავემსგავსეთ. ცენტრი არის თბილისი, ყველა ცდილობს თბილისში ჩამოვიდეს, ყველა ცდილობს აქ რაღაცა მოხდეს და რეგიონებში რომ გადიხარ გაპარტახებული, ოზურგეთ, რა ვიცი, ინდუსტრიული მხარე იყო. რა არაფერი არ ხდება, რომ ჩავედით ამ მანიფესტით. არც ერთ რეგიონში არაფერი არ ხდება. განვითარება არ არის, არაფერი არ ხდება და ეს უნდა იყოს, რომ ძლიერი სოფლის და ძლიერი რეგიონის გარეშე, ძლიერი ქვეყანა არის წარმოუდგენელი. და ოპოზიციაც უნდა იყოს მაგაზე ორიენტირება, არჩევნების წინ ორი თვით ადრე კი არ უნდა დარბოდნენ, სულ იქ უნდა იყვნენ. და აქ უკვე ჩვენ ვიცით, ვინ რას ვაკეთებთ და რაღაცნაირად გადაწყვეტილებაც გვაქვს და ასე შემდეგ. პროპაგანდას ძალიან აქვს ჯერ იქ ნამუშევარი და არჩევნების წინ სულ იქ უნდა იყვნენ, დადიოდნენ, ელაპარაკებოდნენ. ნახოთ უაზრო შეპირებებიც არა, საქმიანი უნდა იყოს. უნდა დაგიჯეროს იმ არ ვიცი გლეხმა რომ სოფელის აი 5 მილიონი ყველა სოფელს ეგ შეპირება კი არ უნდა იყოს როგორ რანაირად განვითარდება რა პლუსები აქვს თუნდაც ევროპულ მომავალს და სულ უნდა დადიოდნენ და ლაპარაკობდნენ და უხსნდნენ ამ ადამიანებს და მარტო არჩევნების წინ არ უნდა ხდებოდეს და ეხა უბრალოდ ამისთვის თუ დადიან და უბრალოდ ამაზე მუშაობენ ეგ ძალიან კარგია მაგრამ არჩევნები ეხლა რომ დაინიშნოს აი ეს რაც თქვენ თქვით ადგილობრივი მე არ მან ყოველ შემთხვევაში მე როგორც ამორჩეველი არ ვაპირებ წასვლას იმიტომ რომ მე ჯერ იმ საპარლამენტო არჩევნებზე პასუხი არ გამეცა. გასაგებია და ამაზე იფიქროს უნდა პარტიებმა ვინც აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. არ ვიცი, ასაპირებს ისე მედადაპირებენ, მაგრამ რა გარანტია აქვს და მე რგონიათ რომ იმას რომ გააყალბებენ კიდე გამოვალთ. და მით უმეტეს ეს ხალხი თუ არ მივა არჩევნებზე ხო ის კუჩაში. მე პირადად ჩვენ ძალიან დიდი ნაწილის სახელით შემიძლია ვთქვა. და არაპირებთ არჩევნებზე წასვლას და რაც უნდა ის უქნიათ ხა ყოველ შემთხვევაში მე ჯერ ის ხმა ვერ დამიცვია იმ ხმისთვის ვიბრძვი რომ კიდე მეორეჯერ გავაკეთო რაღაც ამიტომ დაიცვან ჯერ ის არჩევნები იმ არჩევნების ხმები მოიპოვონ ის არჩევნები ისე რომ შეცვლილი იყოს და გარემო და ჯანსაღი იყოს არჩევნებზე მისვლის გარემო და მე რა თქმა უნდა ყველა მიიღო და რაც თავარია ემიგრანტებს უნდა მიხედონ იმიტომ რომ ემიგრანტების ხმები ძალიან დაიკარგა დანარჩენი რა გითხრათ? გასაგებია. ნახოთ რა იქნება. მადლობა დიდი გადაცემის მონაწილეობით. ცოტა გაბრაზებული ნანგარო ვიყავი ბოლოს. კარგია.